Აშვიდი ხმით არჩეული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი მერაბ ხალვაში გახდა. არჩევნებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა. Როგორ ჩაიარა დღევანდელმა არჩევნებმა ნათია ლომაძე მოგვიყვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის გიორგი, დავიწყებ ამორჩეულთა აქტივობით, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო. დღეს არჩევნებზე რეგისტრირებული 312 ამომრჩეველი და მხოლოდ 13 მათგანი არ მისულა. საკუთარი პოზიცია გამოხატა უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურმა პერსონალმა, მათ შორის პროფესორებმა და მეცნიერ თანამშრომლებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. ბოლო რიგით 299 ამომრჩეველი ზუსტად 5 საათზე მივიდა. ეს გახდა ტაჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გია თამამაიშვილი, რომელიც ამავდროულად ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელია. ყველა კანდიდატს ვიცნობს, ყველა შორის ვინც არის წარმოდგენილი, ზოგს უფრო მეტად, ზოგს უფრო ნაკლებად, ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი სულ შემიძლია ვთქვა, რომ შურს ამათი გზნობის თუ როგორ ამხელა პასუხისმგებლობას, რომ შეეჭიდებიან, იმიტომ რომ უნივერსიტეტი ძალიან რთული სტრუქტურა არის, ძალიან დიდი არის. მე ვფიქრობ, რომ ყველა უნივერსიტეტში ამ სტილში უნდა იყოს არჩევნები. მე არ მიმაჩნია ობიექტურად, როცა აკადემიური საბჭო ირჩევს რექტორს, იმიტომ რომ რექტორის თანამდებობა ძალიან დიდი თანამდებობა და აქ შეცდომის დაშვების უფლება არავის არ აქვს. უნივერსიტეტის ყველა აკადემიური პირის ვალია, რომ იფიქროს ხვალინდელ დღეზე უნივერსიტეტის და ეს არჩევანი იყოს გააზრებული არა მხოლოდ მარტივი ურთიერთობებიდან გამომდინარე, არამედ იმის ფიქრით, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე უნივერსიტეტის. მე ვხედავ ჩემი კოლეგების აქტიურობას, დღეს პრინციპში შეიძლება ითქვას უპრეცედენტო აქტიურობას და სხვანაირად წარმოუდგენელი იყო. დღეს სწორედ ის ეტაპია, როცა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი გადაწყვეტილებისამებრ, რომელიც გამოადგება უნივერსიტეტის მომავალ სამეცნიერო და სხვა ცხოვრებას. საარჩევნო კომისიამ შედეგები დაახლოებით 6 საათზე გამოაქვეყნა. პირველადი მონაცემებით 107 ხმა მიიღო მერაბ ხალვაშმა, ირაკლი ბარამიძემ 80, 60 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი რამაზ ხალვაშს, ვლადიმერ ბალადეს 36-მა, ხოლო მალხას ნაკაშიძემ 9 ხმა მიიღო. 7 ბიულეტენი კი საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო. არჩევნების დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთმა ყოფილმა კანდიდატმა გააკეთა სატელევიზიო კომენტარი. ამ შედეგს პრინციპში ველოდი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა რესურსი იყო ჩართული, ადმინისტრაციულიც, განსაკუთრებით ადმინისტრაციული. მე ვილოცავ ჩემს კოლეგას. პრინციპში დარღვევების გარეშე ჩატარდა პროცედურა და ეხლა დანარჩენი გაპროტესტებას მე მგონი აზრი არ აქვს. 24 საათის განმავლობაში აქვს უფლება კანდიდატს, ამომრჩეველს, დამკვირვებელს და კომისიის წევრს შემოიტანოს უნივერსიტეტში კანცელარიის მეშვეობით საარჩევნო კომისიას საჩივარი და ამის შემდგომ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 3 დღის ვადაში განიხილოს აღნიშნული საჩივარი. რაიმე დარღვევა არ ყოფილა, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ყოველგვარი წესების დაცვით. არჩევნების შედეგები შეაფასეს აკადემიურ საბჭოშიც, მათი განცხადებით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მუშაობას მომავალი წლის სავარაუდოდ მომავალი წლის 21 მაისამდე გააგრძელებს ყოფილი რექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. საჭირო იქნება თუ არა რექტორის არჩევნების გამოცხადება, ამაზე აკადემიური საბჭო იმსჯელებს, ბუნებრივია, თუმცა ვფიქრობ, რომ ვადა ძალიან მცირეა, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ კი მოვალეობის შემსრულებელი წარმატებით გაართმევს თავს, თავის ვალდებულებებს, შესაძლოა ერთ საკითხი არც კი დადგეს დღის წესრიგში. ნამდვილების შესაბამისად, აი დღეს ჩვენ მოვალეობის შემსრულებლად რომ ავირჩიეთ ბატონი მერაბ ხალვაში, ეს ნიშნავს, რომ მომავალი წლით 21 მაისამდე ის შეასრულებს ამ მოვალეობას, ამას არ ჭირდება რაიმე დადგენილება, რადგან ეს დადგენილება უკვე მიღებული არის, რომ ნებისმიერ სხვა თანამდებობებზე ასევე აირჩევა.
რაც შეეხება გამარჯვებულ კანდიდატს მერაბ ხალვაში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით 16 წელია მუშაობს. ის არის ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ამჟამად ერთი თვეა. ის არის პარალელურად არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, სხვადასხვა დროს იყო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი და ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. მერაბ ხალვაში ამ დრომდე იმყოფება უნივერსიტეტში და ახლა ის ჩვენი სტუმარია. ბატონო მერაბ, გილოცავთ პირველ რიგში და რა გეგმებით მოდიხართ, რა ცვლილებებს გეგმავთ? მოგესალმებით, მე ვესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებს, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უპირველესად ძალიან დიდი მადლობა უთხრა უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლებს, განსაკუთრებით აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს ამ გამოჩენილი ძალიან დიდი მხარდაჭერისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთგვარად დიდი პატივი და ასევე ალბათ ძალიან დიდი, უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ასევე მინდა მადლობა უთხრა პრესას, ტელევიზიას, რომ თქვენ გაითვალისწინეთ ასეთი დიდი ინტერესი საზოგადოებისა უნივერსიტეტის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და თქვენ მთელი დღის მანძილზე უთმობთ ერთ-ერთ საქმეს. რაც შეეხება პროექტებს, რომლებსაც თქვენ განახორციელებთ. დიახ, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის წინაშე დღეს დგას ბევრი საკითხი, პრობლემა, რომელიც მოითხოვს გადაჭრას და ჩვენი უმთავრესი ამოცანა სწორედ ეს იქნება, რომ ჩვენ ეტაპობრივად ვიაროთ აი ამ პრობლემების გადაჭრისათვის ვიმუშაოთ. ჩვენ ორშაბათიდანვე ალბათ უკვე შევიკრიბებით, შევხვდებით ფაკულტეტის დეკანებს, დეპარტამენტებს და უკვე დავგეგმავთ იმ გზებს, მექანიზმებს, თუ როგორ უნდა დავიწყოთ ამ პრობლემების გადაჭრა. ეხლა რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს, ისეთივე როგორიც არის მაგალითად სწავლებაში ელექტრონული ფორმის დანერგვა, ეს უკვე სტუდენტების მოთხოვნა უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე და მე ვფიქრობ, ამას უახლოეს პერიოდში ჩვენ ამას მოვახერხებთ და მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა, რომელიც უნივერსიტეტის წინაშე დგას და რომელიც სწორედ აი 2015-2016 წელს უნდა განხორციელდეს, ეს არის სწორედ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხები და მე ვფიქრობ, რომ მთელი მობილიზება აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსისა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება სწორედ აქეთკენ მიმართული, რომ ეს პროცესები ჩვენ წარმატებით გავიაროთ. ბატონო მერაბ, თქვენ 16 მარტის რექტორის არჩევნებში არღებულობდით მონაწილეობას, ამჯერად რა იყო თქვენი გადაწყვეტილების მოტივი და ელოდით თუ არა ამ შედეგს? დიახ, მე მინდა გითხრათ, რომ დიახ, არღებულობდი, გიდასტურებთ, მაგრამ შემდგომ აი ჩვენ უნივერსიტეტის თანამშრომლებთა დიდ ნაწილში გაჩნდა სწორედ აი ეს აზრი და თხოვნა, რომ მე მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. მე მინდა გითხრათ გულწრფელად, რომ ამის შესახებ ძალიან ბევრი ვიფიქრე, გავანალიზე და გადავწყვიტე, რომ დავთანხმებულიყავი თქვათ აი ამ ნებას და გეტყვით, რომ მქონდა მოლოდინი, დიახ, მხარდაჭერის ჩვენი თანამშრომლებისა, მე ძალიან დიდი ხანია მუშაობ. აი აქ და ჩვენ ძალიან ბევრი, დიახ, საქმიანი, დიახ, მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს ერთმანეთს. მე ვისარგებლო მინდა ასევე თქვენი ეთერით და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ბატონ ალიოშა ბაკურიძეს, ძალიან ბევრი რამე გააკეთა მან უნივერსიტეტის განვითარებისათვის და ასევე მოვალე რექტორის მოვალეობის შემსრულებლობის კანდიდატებს, ჩემს კონკურენტებს, ასე ვთქვათ. კანდიდატმა რესურსების გამოყენებაზე ისაუბრეთ, რა უპასუხოთ? დიახ, კონკურენტებს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, აი იმ სამართლიანი და გონივრული საარჩევნო კამპანიისათვის და მე ვფიქრობ, რომ აი ეს რესურსი მათი სახით, მე ვფიქრობ, ჩვენ გამოყენებული იქნება და ჩვენ ერთობლივად ალბათ გავაგრძელებთ მუშაობას უნივერსიტეტის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შეკითხვებს მერაბ ხალვაში პასუხობდა. რაც შეეხება არჩევნებს, ის 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და კენჭისყრის პროცედურას არც მესამე სექტორის და არც რექტორობის კანდიდატების წარმომადგენლები არ აკვირდებოდნენ. არჩევნების დასრულების შემდეგ რექტორობის კანდიდატთა ნაწილმა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა, ასე რომ ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, შეიტანს თუ არა საჩივარს რომელიმე მათგანი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი 24 საათის განმავლობაში საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შევა, სავარაუდოდ სამშაბათიდან მერაბ ხალვაში ოფიციალურად შეუდგება რექტორის მოვალეობის შესრულებას.